New Hospitals-ის რუბრიკით ვაგრძელებთ ეთერს. ვენების ვარიკოზული დაავადება არის კანქვეშა ზედაპირული ვენების გაგანიერება. დაავადების განვითარება შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ ნაწილში, თუმცა ყველაზე გავრცელებულია ქვედა კიდურებში. პათოლოგია ზოგ შემთხვევაში პაციენტს ვიზუალურ დისკომფორტს უქმნის, ზოგჯერ კი ახლავს ტკივილი, ქვემოკიდურების შეშუპება, წვის შეგრძნება, ქავილი და სხვა. დაავადების განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია გენეტიკური მეტრიკილება, მაგრამ ძირითადი მიზეზები დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზე. ვარიკოზული დაავადება იქნება თემა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. სტუდიაში შემოგვერთა ანგიოლოგი მარიამ გრძელიძე. მოგესალმებით მარიამ, მაგალითად. დიდი მადლობა სტუდიაში მოყვებით. და რა არის ვარიკოზული დაავადება? მოდით თქვენგან მოვისმენთ ამ განმარტებას. ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მე ვარიკოზული დაავადება მარტო ვენებთან ასოცირებული ვიცი, არ ვიცი რამდენად სწორია და ამით დავიწყე. არა, სწორია კი. სწორია, ხო? სწორია, დიახ. ვარიკოზული დაავადება არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ქვედა კიდურების ზედაპირული ვენების გაფართოებით და დაკლაკნილობით. ეს გაფართოება და დაკლაკნილობა იწვევს ვენური სისხლის შეგუბებას ქვედა კიდურებში და შესაბამისად მოყვება ისეთი სიმპტომები, რომლებიც პირველ რიგში კოსმეტიკური, გამობერილი ვენები, ეგრეთ წოდებული სისარღულოვანი ვარსკვლავები, ქვედა კიდურების შეშუპება და პაციენტები ხშირად ჩივიან სიმძიმეზე, ადვილად დაღლილობაზე, მოუსვენარი ფეხების სინდრომი იმ პაციენტებში აღინიშნება, რომლებსაც დიდხანს დგომა ან ჯდომა უწევთ სამუშაო პირობებიდან გამომდინარე და ღამე უჩივიან ხოლმე კუნთების კრუნჩხვას. ეს იქნება წვის კუნთების ან ქვედა წერტების თითები. კუნთების კრუნჩხვას სწორად გაკვანძვას რო ეძახიან. მაგას გულისხმობ. მარიამ, რთულია ხოლმე ასე პირდაპირ მიზეზი იპოვო ამა თუ იმ დაავადების განვითარების, მაგრამ მეტნაკლებად რა ხდება ეს? რა ხდება ამის განვითარების წინაპირობა? განვითარების წინაპირობა ცხადია არის ცხოვრების წესი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესი, ჭარბი წონა, ყველაფერი რაც იწვევს ამ ვენური სისტემის გადატვირთვას შეიძლება იყოს მიზეზი. ანუ ზივარ კიდეც, გავარ კიდეც და წონაც დიდად არ მიწყობს ხელს და მე მგონი თქვენი პოტენციური პაციენტი. მემკვიდრულ ფაქტორს რა მნიშვნელობა? მემკვიდრულ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ოჯახის წევრებში ერთ ოჯახის წევრს, პირდაპირ ოჯახის წევრს, როგორც არის დედა, მამა, ბებია, ბაბუ, აღენიშნება ვარიკოზული დაავადება, დიდი შანსია, რომ პაციენტსაც განუვითარდეს ვარიკოზული დაავადება, ცხადია იმ გარე ფაქტორებთან კომბინაციაში. დამეთანხმებით, რომ ყველა ადამიანს არ აქვს ვარიკოზული დაავადება, შეიძლება თქვენთან ერთად მუშაობს ბევრი ადამიანი, რომელსაც ასევე მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესი აქვს, მაგრამ იმათ არ ემართებათ. ამ შემთხვევაში წამყვანი იქნება ოჯახური წინასწარგანწყობა და ცხადია კიდევ სქესთან დაკავშირებითაც ქალებში უფრო მეტად. კი, სქესი აქვს დაავადებას, მამაკაცებსაც ემართებათ, სხვადასხვა კვლევებიდან შეიძლება გამოვიტანოთ ის დასკვნა, რომ 10-დან 25%-მდე ემართებათ მამაკაცთა პოპულაციას და ქალებში 25-დან 55%-მდე. და ამის გამომწვევი მიზეზი არის ჰორმონული ცვლილებები, რომელსაც ქალი ფაქტობრივად ყოველთვიურად გადის და თუ ყოველთვიურად გადის ამ მენსტრუალური ციკლის გამო, ასევე შეიძლება ორსულობა, მშობიარობა, ლაქტაცია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რომელიც ასევე ჰორმონულ ცვლილებებს იწვევს, ასევე ქალებში უფრო მეტად ხდება და შესაბამისად ქალები უფრო მოწყვლადია. მაგრამ ასაკია აქვს ამას, თუ მაგალითად ცხოვრების წესი არასწორი ცხოვრების წესმა ან უბრალოდ გამოწვევა მიზეზებმა მანამდე რომ იჩინოს თავი შეიძლება დაბალ ასაკშიც გაგვივითარდეს ეგ პრობლემა. კი, შეიძლება. ზოგადად ვარიკოზულ დაავადებას ასაკი არ აქვს, თუ არის საკმარისი ოჯახური წინასწარგანწყობა და გარეგანი ფაქტორებიც მოქმედებს, 18 წლიდან, 17 წლიდან შეიძლება დაიწყოს. კი ბატონო, პუპერტატულ ასაკში, როცა ჰორმონული ცვლილებები ხდება და ჯერ კიდევ დაულაგებელია, ახალგაზრდა გოგონებში შეიძლება გამოვლინდეს ვარიკოზული დაავადება. ცხადია მოხუცებულობა. კი ბატონო, რამე წინაპირ, ანუ არ ვიცი, თუ შეიძლება ვიცოდე განწყობა ჩემი ორგანიზმის, რაიმე კვლევა თუ დამეხმარება იმაში, ადრეულ ასაკში განსაზღვრო ეს იქნება თუ არა ჩემთვის შემაწუხებელი ფაქტორი და მე პრევენციაზეც კითხავთ რა შეიძლება იყოს. ადრეულ ასაკში განსაზღვრაზე ასეთ პირდაპირ სკრინინგი არ არსებობს. ზოგადად დიაგნოსტიკური მეთოდი ამ ვარიკოზული დაავადების საბოლოო დიაგნოზის დასასმელად არის ქვედა კიდურების ვენების დუპლექს სკანირება, რაც არის ექოსკოპიური კვლევა. და ახსნათ პროცედურულად ეს რამე მომზადება სჭირდება თუ არა არის თუ არა შეგნების ჩვეულებრივი ექოსკოპიური კვლევა არის, უბრალოდ კეთდება ქვედა კიდურების არეში დაწყებული საზარდულიდან დამთავრებული ტერფით. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ექიმი და პაციენტი. დიაგნოსტიკას რაც შეეხება აუცილებელი არის ანგიოლოგთან კონსულტაცია, იმიტომ რომ ვარიკოზული დაავადების ის სიმპტომები, რომლებიც შესაძლებელია პაციენტს არ ქონდეს ვარიკოზული ვენები გამობერილი, მაგრამ ქონდეს ის სხვა დანარჩენი სიმპტომატიკა, ქონდეს მუდმივი შეშუპება, ქონდეს სიმძიმე, ქონდეს ღამის კუნთების კრამპები ან კრუნჩხვები, როგორც თქვენ ამბობთ. და ამ დაავადების დიფერენცირება აუცილებელია სხვა დაავადებთან ერთად. ამიტომ პაციენტები ხანდახან თვითნებურად იკეთებენ ხოლმე ამ ეხოსკოპიურ კვლევას, აღმოჩნდება, რომ ეგ არ არის მათი ჩივილების მიზეზი
და გამოდის, რომ არასაჭირო კვლევებით იტვირთავენ თავს. ამიტომ დიაგნოსტიკის პირველი აუცილებელი წინაპირობა არის ანგიოლოგის კონსულტაცია, რომელიც ერთი რაღაც უნდა ვიკითხო. თუ არასწორად ვკითხულობ, არ გაგეცინოთ. მე ვარიკოზული დაავადება, ვენების დაავადება ვიცი და გამიგე და შემინიშნავს ქვედაკიდურებზე. შეიძლება ეს განვითარდეს ზედაკიდურებზეც, ხელებზეც შეიძლება, რომ მაგალითად მსგავსი ხელებზე ნაკლებად, თუმცა შესაძლებელია, რომ განვითარდეს. და რატომ არის მაინც ესეც ახსნათ მხოლოდ ძირითადად ამყვანი უფრო მეტად ქვედაკიდურების არის, იმიტომ რომ ვერტიკალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ გრავიტაციასთან გვიწევს. ხო, აი ეგ უნდა მეკითხოს, თან გამოწვევების რეალთი არის, ხო? ანუ აი ეს წონა რაც აწვება ჩვენს კიდურებს და სპორტსმენებთან რამდენად ხვდებით ამას? ანუ რისკ ჯგუფებში ვინ გადის გარდა მემკვიდრეული განწყობა? რისკ ჯგუფებში ისევ გეტყვით, ვერტიკალური დატვირთვა, დიდხანსფეხზე დგომა და ჭდომა, ფიზიკური დატვირთვა. ვარჯიშიც ალბათ მათ შორის. ვარჯიშიც შეიძლება შედიოდეს, თუმცა როგორც იცით, ყველა მოვარჯიში ადამიანს ვარიკოზული დაავადება არ აქვს. არა, ვარჯიში კომბინაცია. ხო, აი მაგამდე მივდიოდი, რომ ვარჯიში შეიძლება პირიქით იყოს გამოსავალიც, რომ გამომწვევი შეიძლება რომ გახდეს კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის თემას შევეხოთ. არსებობს ოპერაციული ჩარევაც, ქირურგიული ჩარევაც, თუმცა მანამდე რა გზა არსებობს და როდის დგება უკვე ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა? როცა უკვე დაისმება დიაგნოზი და ჩვენ ვიცით, რომ ვარიკოზული დაავადება გამოწვეულია ამ ვენური უკმარისობით, რაც არის სარქლოვანი უკმარისობა უმეტესად, ამ შემთხვევაში ამ პათოლოგიური ვენის ვენური სისტემიდან გამოთიშვა არის გამოსავალი. მედიკამენტოზური მკურნალობა ხდება, უბრალოდ მედიკამენტოზური მკურნალობა მხოლოდ განაპირობებს შივილების გარკვეულწილად შემსუბუქებას, თორე უკვე გაფართოებულ და დაკლაკნილ ვენას ვერც ერთი წამალი მაინც და მაინც ვერ შეავიწროებს. არის კიდევ ერთი მეთოდი კომპრესიული თერაპია, კომპრესიული ჩულქები ან გეტრები ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც ფიზიკურად აჭყლიტავს, ასე ვთქვათ, ამ გაფართოებულ ვენებს, ზრდის ღრმა ვენურ სისტემაში ნაკადს და შვების შეგრძნება და თავისუფლების შეგრძნება ეუფლებათ პაციენტს. მოდით ქირურგიაზეც ვიკითხავ, აქ რა არის წამყვანი, იმისთვის რომ შედეგი ის დადგეს, რაც პაციენტს უნდა და ნიუ ჰოსპიტალში ამ კუთხით რა სთავაზობს? კი ბატონო, ქირურგიული მკურნალობის პრინციპი არის ამ პათოლოგიური ვენის სისტემიდან გამოთიშვა. პაციენტებს აქვთ ხოლმე ესეთი რაღაც საშიშროება და გვეკითხებიან ხოლმე, აბა ეს ვენა რო ამოვიღოთ, სხვა ვენები დამრჩება რამე და გარწმუნებთ, რომ კი, დაგრჩება, საკმაოდ ბევრი ზედაპირული და ღრმა ვენები გაქვთ, რომლებიც თავის თავზე აიღებს ამ პათოლოგიური დინამიკის გამოსწორებას და პირიქით უშვებით ამოისურთებს მინდა გითხრათ. ქირურგიულ მკურნალობას რაც შეეხება, არსებობს ბევრი მეთოდი, ადრე იყო ხოლმე ღია მკურნალობა, ანესთეზიით, ჭრილობებით, ფიზიკურად ვიღებდით ამ ვენას. ახლა არის უახლესი მეთოდი, რომელიც პაციენტისთვის ძალიან მომგებიანია და ჩვენთვისაც ძალიან კარგია, იმ მხრივ, რომ არ სჭირდება ანესთეზია, ეს არის ლაზერული მკურნალობის მეთოდი. არ სჭირდება ანესთეზია, არ სჭირდება საავადმყოფოში დაყოვნება, რეაბილიტაცია ძალიან სწრაფია, ხანდახან ჩვენი დაკავებული პაციენტების შემთხვევაში მეორე დღესვე უნდა სამსახურში გასულა, მეორე დღეს რო არ გჭირდებოდეს, მოგინდება გაკეთება. თუ დაგჭირდებათ, შეგვიძლია ასევე ბიულეტენი დავწეროთ და 10 დღეს ვაცლით ხოლმე. თუმცა ეს საშუალებოდ რამდენად ხანგრძლივია შედეგი? ვიზუალურადაც ალბათ ეს დეფექტი აღარ ჩნდება, გარდა იმისა, რომ შეგრძნებების დონეზე, რა შედეგს იღებს პაციენტი და თქვა ხანგრძლივობა მე უკვე ამ შედეგის რაზე არის დამოკიდებული? რომ ეფექტი შენარჩუნდეს ისე როგორც შედეგს იღებს იგივეს, რასაც იღებს ღია ოპერაციის შემთხვევაში, ის ვენა, რომელიც აწუხებდა ვიზუალურად თუ შეგრძნებების მიხედვით, ის ვენა აღარ იქნება. ანუ იმ სისტემიდან ის პათოლოგიური დინამიკა ვარდება. თუმცა უნდა გვახსოვდეს და პაციენტებს ვახსენებთ, რომ ეს დაავადება არის ქრონიკული დაავადება. თუ ერთ სისტემას ჩვენ ვმკურნალებთ, თუ ამ დაავადებას ასე ვთქვათ არ მივხედეთ, შეიძლება მეორე სისტემაში გაჩნდეს იგივე პრობლემა. რამდენად არ მაღალი ალბათ, ან მე ვიმკურნალე და უშად ეს იქნება მედიკამენტოზური თუ ეს იქნება ლაზერული თუ ეს იქნება ქირურგიული ჩარევით, რამდენად არის ალბათობა იმის, რომ ჩემი სხეული ეს თქვით მიდრეკილი იყოს ამ დაავადების მიმართ, რამეს მსგავს იცნობს ეს დაავადება? მიდრეკილება ზოგადად მიდრეკილება ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია, როგორც თქვით ამ დაავადების მიმართ, მაგრამ კარგი მიხედვით ასე ვთქვათ და ხო, პასუხისმგებლიანი შესრულებით შეიძლება ავერიდოს განმეორება თავიდან. შეიძლება რეციდივი თავიდან იქნას მიხედვა, ახსენეთ კარგი მიხედვა და მოდი ამ თემასაც შევეხოთ. ძირითადი რეკომენდაციები რა იქნება ერთი ვთქვათ იგივე ქირურგიის შემდეგ, მაგრამ მანამდეც ალბათ რომ ქირურგია არ დაგჭირდეს, რა შეიძლება იყოს ასეთ დროს. ვარიკოზული დაავადების საპრევენციოდ გავმეორდები ისე როგორც სხვა ყველა ექიმი ალბათ იტყვა და ცხოვრების წესის შეცვლა. ცხოვრების წესის შეცვლა იგულისხმება ზომიერი ფიზიკური აქტივობით და დატვირთვით, ჯანსაღი კვებით, იგულისხმება საკვები ბოჭკოთი მდიდარი, მინერალებით და ვიტამინებით მდიდარი რაციონი,
ჭარბიწონის თავიდან აცილება, ან თუ ჭარბიწონა უკვე გვაქვს, ჭარბიწონის კლება და ასე შემდეგ. ანუ მე რასაც New Hospitals-ის რუბრიკაში ვისმენ ხოლმე, საბოლოოდ ყოველთვის ვამთავრებთ იმით, რომ ჯანსაღი და პასუხისმგებლიანი ცხოვრების წესი ძალიან ბევრი დაავადების პრევენციაა და თუ არა და აგერ კი არიან ეს ადამიანები New Hospitals-ში და ის შესაძლებლობა, რომელიც მე დაგვეხმარება, რომ დაუბრუნდეთ პირველად მდგომარეობას, სადაც ახლიდან უნდა დავიწყოთ ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა. დიდი მადლობა. არა, დიდი მადლობა. მადლობა. დაგემშვიდობებით.